ამ ყველაფრის გამჟღავნების შემდეგ ლოგიკურად ხელისუფლება უნდა დაინტერესებულიყო იმ მიზეზების გარკვევით თუ რამ განაპირობა ასეთი მდგომარეობა რუსეთისა, რაზეც ჩვენ წინა ნაწილში ლექციის ვისაუბრეთ. და ესე დასკვაც უნდა გამოეტანა ალბათ და გამოიტანა კიდეც, რომ რუსეთის სამხედრო დასკვნა პირველი, რუსეთის სამხედრო ჩამორჩენილობა განაპირობა რუსეთის ეკონომიკურმა ჩამორჩენილობამ. იმიტომ რომ ვეღარ მზადდება იარაღი იმ რაოდენობით და იმ ხარისხით, ვერც სამხედრო სხვაგვარი აღჭურვილობა, ვერც გემები, იმიტომ რომ კატასტროფა განიცადა საერთოდ რუსეთის ფლოტმა შავ ზღვაზე. ინგლისის ფლოტთან, იმიტომ რომ არსებობს რუსეთში განვითარებული წარმოება, განვითარებული ინდუსტრია. ინდუსტრიული განვითარების გარეშე ძალიან ძნელია სამხედრო წარმოების განვითარება, სამხედრო მრეწველობის სექტორის განვითარება. გასაგებია, რომ კუსტარულად სახელოსნო დონეზე ვერ დამზადდება რაოდენობის და იმ ხარისხის იარაღი, რასაც უკვე ითხოვს ეს ეპოქა შეიარაღებისთვის. ანუ ეს ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მეორე კითხვა აქედან გამომდინარე ლოგიკურად ჩნდება ეკონომიკური ჩამორჩენილობა რამ გამოიწვია და რით შეიძლება უпростоრად მისი აღმოფხვრა. ბევრმა რამემ გამოიწვია ეკონომიკური ჩამორჩენა რუსეთისა, ერთი მათგანი თავისთავად იყო ეს თვითმკვლელური რეჟიმი, ადამიანების უუფლებობა, იყო ძალიან დიდი ბიუროკრატიული აპარატი სისტემა, რომელიც ასე ვთქვათ, რეგრესულ და რეაქციულ ძალად გადაიქცა და თავარი ამოცანა თვითმკვლელური რეჟიმის გაძლიერება და მისთვის საფუძვლების შექმნა, მისი არსებობისთვის წარმოადგენდა იყო ვთქვათ, მილიტარიზაცია ოღონდ როგორც გამოვლინდა არა იმ ხარისხისა, რაც უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი მაინც სხვა იყო. თავარი და უმთავრესი იყო ის, რომ რუსეთი მე-19 საუკუნის შუა წლებისთვის რჩებოდა ძველი რეჟიმის სახელმწიფო სოციალური აგებულების, სოციალური აღნაგობის, საზოგადოებისა თვალსაზრისით. ანუ რუსეთი რჩებოდა მე-19 საუკუნის შუა წლებში ფეოდალურ ბატონყურ სახელმწიფოდ. ისეთ სახელმწიფოდ, როგორიც ის იყო მე-18, მე-17, მე-16 საუკუნეებში. რჩებოდა იმ სახელმწიფოდ, როგორიც ევროპული სახელმწიფოები უკვე დიდი ხანი აღარ არის. საფრანგეთში, ინგლისში, ავსტრიაში, პრუსიაში ფეოდალურ ბატონყური რეჟიმი კარგახანია წარსულს ისტორიაში ჩაბარდა და ეს სახელმწიფოები განვითარების ახალ ეკონომიკურ საფუძველს დაადგნენ. ეს იყო თავისუფალი საბაზრო სისტემა, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები. ეს იყო არა ბატონყობაზე დაფუძნებული ეკონომიკა ბატონყურ ურთიერთობებზე, არამედ დაქირავებულ მუშა ხელს იყენებდნენ წარმოებაშიც და სოფლის მეურნეობაშიც. მოკლედ რომ ვთქვათ, ფეოდალური რუსეთი უპირისპირდებოდა განვითარების სხვა სტადიაზე მდგარ ევროპულ სახელმწიფოებს, ასე დამკვიდრებული ტერმინი რო ვიხმაროთ, ბურჟუაზიულ სახელმწიფოებს. შეუძლებელია იცით კონკურენცია. შეუძლებელია, იმიტომ რომ სულ სხვადასხვა პლატფორმაზე დგას ეს სახელმწიფოები, სულ სხვადასხვა მათი ეკონომიკური ურთიერთობების, საზოგადოებრივი, სოციალური ურთიერთობების სახე. ამ შემთხვევაში რაღაც ყველანაირი აცდენა ისეთი, რომ ერთ სიბრტყეზე მათი მოთავსება თითქმის შეუძლებელია და აქედან გამომდინარე იმის ვარაუდი, რომ ბატონყობის შენარჩუნების, ანუ ფეოდალური რეჟიმის შუასაუკუნეებრივი გარემოს შენარჩუნების საფუძველზე რუსეთი მოახერხებს რამდენადაც კონკურენცია გაუწიოს ახალ სამყაროს, ახალ ევროპას მე-19 საუკუნეში რომ იყო წარმოდგენილი. ამიტომ თუ რუსეთს სურს სამხედრო და ეკონომიკური ჩამორჩენა რამდენადმე მაინც დაძლიოს, მას სხვა ალტერნატივა არ აქვს, გარდა იმისა, რომ იქცეს იმგვარ სახელმწიფოდ ეკონომიკური წყობის თვალსაზრისით, რომელ სახელმწიფოებსაც ის ცდილობს, რომ კონკურენცია გაუწიოს.
სხვა შემთხვევაში კიდევ ვიმეორებ, მისი საკონკურენტო დარჩება ოსმალეთი და დარჩება ირანი და ასე შემდეგ. ევროპულ სახელმწიფოთა რიგში ის აღარ იქნება ჩათვლილი. რუსეთს ძალიან უჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, უჭირს იმიტომ რომ თავისთავად თავადაზნაურული ფეოდალური სახელმწიფოა, ეს არის წოდება, რომელსაც ეს თვითმფრობელური რეჟიმი დგას. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ ფეოდალური სისტემის დემონტაჟით საფუძველი შეერყევა თვითონ ამ ცარისტულ მმართველობას, მაგრამ უფრო მეტად საფუძველი ამ სახელმწიფოს შეერყევა თუ ამ ძველ რეჟიმს ხელუხლებლად დატოვებს. ამიტომაც იქნა გადაწყვეტილება პოლიტიკური მიღებული იმპერატორის მიერ, ალექსანდრე მეორის მიერ, რომ რუსეთში უნდა დასრულდეს ბატონყმური ურთიერთობები, ბატონყმური რუსეთი ისტორიას ჩაბარდეს და რუსეთი განვითარების ახალ, ბევრად პროგრესულთა განვითარების სწრაფ გზას დაადგეს. როგორ შევაფასებთ ამ გადაწყვეტილებას? რა თქმა უნდა ძალიან დადებითად და რა თქმა უნდა აქ ჩვენ იმასაც გაუსვამთ ხას, რომ გარდა აი ასეთი წმინდა პრაგმატული მიდგომებისა, რაც საზღვრავდა ბატონყობის გაუქმებას რუსეთში, რუსეთის იმპერიაში, რა თქმა უნდა მნიშვნელობა ჰქონდა ხელისუფლების სწორ პოზიციასაც. შეიძლებოდა ეს ასეთი მიჯნა რუსეთის ისტორიაში უფრო ადრეც იყო, მაგალითად წინამორბედი იმპერატორის დროს, ან კიდევ უფრო წინ, თუმცა მათი პოზიცია იყო სხვაგვარი. მათი დამოკიდებულება რეფორმების მიმართ, ცვლილებების მიმართ იყო ბევრად აგრესიული, ისევე როგორც ალექსანდრე მეორის შემდგომი იმპერატორი ალექსანდრე მესამე იქნება, ამას ჩვენ სხვა დროს უფრო ვისაუბრებთ. ანუ მე არ მინდა გამომივიდეს ისე რომ თქვათ მნიშვნელობა არ მივანიჭოთ თვითონ ალექსანდრე მეორის მეფობას და მის პიროვნებას, ანუ მის მზადყოფნას გარემოებებიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც გაეტარებინა ძალიან რადიკალური რეფორმები და აქ მარტო საგლეხო რეფორმას არ გულისხმობ. საგლეხო რეფორმა თავისთავად იწვევდა უკვე სხვა რეფორმებსაც, რაზეც ჩვენ ლექციის სხვა ნაწილებშიც გვექნება საუბარი. ორი მიზეზი უკვე ვიცით, რის გამოც ბატონყობა უნდა გაუქმდეს. მიზეზი ერთი არის ეკონომიკური ჩამორჩენილობა და მიზეზი მეორე არის აქედან გამომდინარე რუსეთის სამხედრო ჩამორჩენა. მაგრამ არსებობდა კიდე სხვა მიზეზებიც და არანაკლებ მნიშვნელოვანი, რისთვისაც ასევე ხელისუფლებას ანგარიში უნდა გაეწია. მას შესე ბატონყმობის გაუქმების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენდა ყმაგლეხობის ანტიბატონყმური გამოსვლები, რომელიც იქცა ჩვეულებრივ მოვლენად, რომლის რაოდენობაც, ანუ ასეთი გამოსვლების რაოდენობა რუსეთის იმპერიაში სულ უფრო მეტად იზრდებოდა, ყოველწლიურად უფრო მეტად ჭირდა ხელისუფლებისათვის ამ ყმაგლეხთა აჯანყებების თუ გამოსვლების შახშობა, ჯერ კიდევ ხელისუფლება ამას ახერხებს, მაგრამ რაც დრო გავა, მით უფრო მეტი მასშტაბით იქნება ესეთი ანტიბატონყმური აჯანყებები, მით უფრო მეტად გაჭირდება და ერთ დღესაც ალბათ რაღაცნაირი ლოგიკა მოვლენათა განვითარებისა უკარნახობს ხელისუფლებას, რომ არა უბრალოდ გაჭირდება მათი ჩახშობა, არამედ შეიძლება შეუძლებელიც იყოს. ზუსტად ეს ათქმევიდებს იმპერატორს, როდესაც განიხილება ბატონყობის გაუქმების საკითხი, იმ ისტორიულ სიტყვებს, რომლითაც ალბათ შეწყდა კამათი რუს თავადაზნაურობასა და საიმპერატორო კარს შორის გაუქმებულიყო თუ არა ბატონყობა. იმპერატორის სიტყვების ჯობს ბატონყობა გავაუქმოთ ზემოდან, ვინმე მას ქვემოდან გაუქმებენ, იყო იმის აღიარება, რომ ვითარების ხელოვნური შენარჩუნება რუსეთის იმპერიას დიდ რევოლუციას უკადის, რევოლუციას, რომელიც ბატონყობასთან ერთად იმპერიასაც დაამსხვრევს და აბსოლუტურად გაანადგურებს თავადაზნაურობას, რომელიც კვლავ დარჩება ბატონყობის გაუქმების შემდეგაც წოდებრივ საყრდენად თვითმფრობელობისათვის. საქართველოშიც არანაკლებ იგრძნობა გლეხთა ანტიბატონყმური გამოსვლები, 60-იან წლებამდეც და 60-იან წლების დასაწყისშიც ადგილი ჰქონდა გორის მაზრის გლეხობის გამოსვლას, ანტიბატონყმური გამოსვლის, ანტიბატონყმური შინაარსის
ფარსი ჩანს ცოტა უფრო ადრინდელ 1851 წლის გურიის აჯანყებაში. სპარტალია გურულების მთავარი მიზანი რუსული თვითმფრობელური რეჟიმისაგან განთავისუფლება იყო და დამოუკიდებლობა, მაგრამ იქაც იკვეთება მოთხოვნები, რომლებიც თქვათ არსებულ სოციალურ რეჟიმის წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ თავარი მაგალითად შემდგომ პერიოდშიც იზრდება და ეხლა მე მინდა წაგიკითხოთ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის კოლუბიაკინის მოხსენებიდან ერთი ფრაგმენტი, რაც ზუსტად წარმოაჩენს იმას, რაზეც ეხლა ჩვენ ვჟელობთ. მანიფესტაცია გურიაში ეს 1851 წელს არ ეხება, ეს არის 50-იანი წლების ბოლო, 60-იანი წლების დასაწყისი, ანუ როდესაც უკვე აშკარა არის და საყოველთაო არის ესეთი ანტიბატოყური გამოსვლები, მათ შორის საქართველოშიც. მანიფესტაცია გურიაში ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც აქ ხშირად მიმართავენ გლეხები გადასახადთან დაკავშირებით. ანუ ესეთი წინათაც იყო, ოღონდ იმ განსხვავებით ეს არის მთავარი, რომ მანამდე გლეხებს საჩივრები მოჰქონდათ. წალწალკე. უკანასკნელი მანიფესტაცია კი ოზურგეთის მაზრის გლეხებმა რომ მოაწყვეს, უფრო ფართო მასშტაბისა იყო და თავის რიგებში ითვლიდა 200-მდე შეიარაღებულ კაცს. ასეთი მოხსენებითი ბარათები კიდევ შეიძლება ადამიანმა მოიყვანოს იმის დასამტკიცებლად, რომ რაც უფრო დრო გადის, იზრდება უკმაყოფილოთა რაოდენობა და არა უბრალოდ იზრდება მათი უკმაყოფილობა, არამედ აი ნახეთ 200-მდე შეიარაღებული კაცის მანიფესტაციაში გადაიზარდა. 200 კაცი ის ძალა არ არის, რომელსაც ხელისუფლება ვერ დააშოშმინებს, თუმცა ხვალისთვის ეს 200 ადამიანი ბევრად მეტი იქნება და არა მარტო გურიაში, არამედ საქართველოს სხვა კუთხეებშიც. განსაკუთრებით მძლავრი ანტიბატოყმური აჯანყება მაინც სამეგრელოში მოეწყო, სადაც 1856 წელს 56-57 წლებში 20,000-ზე მეტი მეგრელი გლეხი გამოვიდა გამოვიდა ბატოყობის წინააღმდეგ. ერთი მოთხოვნით, თავარი მოთხოვნით, მოთხოვნა იყო გაუქმებულიყო კაცის კაცობა, ანუ ყმობა გლეხისა ბატონის მიმართ. ამ აჯანყების მიზეზი იყო ყირიმის ომიც. ყირიმის ომის დროს თურქული დესანტი არ ქვია იმას, კარგად დიდი ჯარი, თითქმის 20,000-იანი გადასხმული იქნა აფხაზეთში, სამეგრელოშიც. სამეგრელოს ოკუპაცია თურქებმა მოახდინეს, მაგრამ როდესაც ყირიმის ომი დასრულდა და კავკასიის ფრონტზე, სადაც რუსულ-ქართული არმია თურქეთისას ებრძოდა, დასრულდა ასე ვთქვათ რუსეთის გამარჯვებით, თურქული მხარე იძულებულია დატოვოს სამეგრელო, მაგრამ დატოვების დროს ის პირწმინდად ანადგურებს ყველა იმ სოფელს ან დასახლებულ პუნქტს ზოგადად, სადაც რის განადგურებაც მან შეძლო, სადაც გავლა მოუწია. მათ შორის ანადგურებს ზუგდიდსაც, ანადგურებს თავრის ამ დროს კი მთავარი სამეგრელოსი ეკატერინე ჭავჭავაძე დადიანია, ეს არის ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილი, რომელიც ბოლო მთავარი გახდა სამეგრელოსი, ყოველ შემთხვევაში პრაქტიკულად შემდეგ ფორმალურად კიდე გრძელდება მთავრობა, მთავრის სტატუსს კიდევ აგრძელებს თქვათ ნიკო დადიანი, ოღონდ მას არ მოუწია სამეგრელოში ყოფნა და ბოლოს ის უარს ამბობს ამ სამეგრელოს მთავრობაზე და აქედან გამომდინარე სამეგრელოს სამთავროც უქმდება, მაგრამ რეალურად ბოლო მთავარი სამეგრელოსი იყო ეკატერინე ჭავჭავაძე, რომლის სასახლეც იქნა გადამწვარი და მისი აღდგენა დაევალა უფასოდ გასამჯელოს გარეშე სამეგრელოს გლეხებს, რამაც კიდევ უფრო გაართულა მათი მდგომარეობა, იმიტომ რომ ამ ადამიანებს საკუთარი სახლ-კარი ჰქონდათ გადამწვარი. ასე რომ ეს გახდა მიზეზი სამეგრელოს აჯანყებისა, რომელიც მკვეთრად გამოხატული ანტიბატოყმური ხასიათისა იყო.